ჩვენი პროფესია არის დაბერებული. შენ უნდა დაამტკიცო, რომ კარგი ხარ, როგორც კი ფეხი გადაგიბრუნდება, არის კრიტიკა პირდაპირ. მოდი რა წიგნი გადაშალე და ჩაატარე. ეს არის თავის გადარჩენის პროფესია. ნუ შენებსო TikTok-ი ხარ გონი ეს რაღაცა. ანუ სხვა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? კი. მათ ხელფასი? კი. ექსკურსიებზე თანხას დებ. რა გიდა, ანუ ისის მოხვედი საერთოდ რა ფუნქცია გაქვს საერთოდ მიდი რა ხელფასი აიღე და თავი დამანებ. წადი ახლა გაკვეთილი გაქვს ჩასატარები მეშვიდე კლასში. ვერ გადარჩება ეს ბიჭი ამას. მეშვიდე კლასში. გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლოს არის დაირეკება. მე ვარ მეგი კავთუაშვილი, პოდკასტის ავტორი და დღეს ისეთ თემაზე უნდა გესაუბროთ სტუმართან ერთად, რომელიც მშობლებთან ერთად მასწავლებლებისთვისაც საინტერესო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ბევრს ვისაუბრებთ პედაგოგების ასაკზე და ბევრჯერ ვახსენებთ ახალგაზრდა და ასაკოვან პედაგოგებს, ჩვენი მიზანი არ არის ასაკობრივი ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია. ჩვენი მიზანია განვიხილოთ ის პრობლემა, თუ რატომ გვაქვს პროფესიის დაბერება სისტემაში და ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლები აწყდებიან სკოლებში. დღევანდელი გადაცემის თემა არის ახალგაზრდა მასწავლებელი თანამედროვე სკოლაში. არსებული სტატისტიკით ძალიან მცირეა ახალგაზრდა პედაგოგების 30 წელს ქვემოთ პედაგოგების რაოდენობა სკოლაში. და მათი რაოდენობა შემცირებულია 2016-2017 წლებთან შედარებითაც კი. ამიტომ დღეს ამ ეპიზოდის სტუმარი იქნება შალვა მინდაძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2025 წლის ფინალისტი. მადლობა შალვა, რომ ხარ ჩემი სტუმარი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა და დიდი ემოციებით ველოდები რას გვიმზადებს დღეისთვის. ჩემი პოდკასტის წარმდგენია ჭკვიანი მოწყობილობების ვებ-პორტალი My Comfort Home. ხოლო პოდკასტის ვიზუალურ გამართულობაზე ზრუნავს production studio Full Frame, რითაც მადლობა მინდა ვუთხრა ორივე კომპანიას. ანუ დღეს ჩემი სტუმარი მეგობრებო არის ორი ნიშნით გამორჩეული. ერთი რომ მამაკაცია და მასწავლებელია და მეორე რომ ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელია. რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. ესე იგი, ბევრჯერ მithქვამს ყველგან და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი პროფესია არის დაბერებული. საშუალო ასაკი არის მასწავლებლების 59 წელი, რაც 59 წელი და პროფესია არათუ დაბერებულია მხოლოდ და არათუ იცლება მხოლოდ საერთოდ ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესი საერთოდ აღარ არის ამისკენ მიდრეკილი, ანუ არ აინტერესებთ ეს პროფესია, როგორც განსავითარებელი პროფესია, როგორც შეიძლება იყოს მაგალითად სატყეო საქმე. აი თუ გსმენიათ თქვენს გარშემო, რომ ვინმეს სურვილი ქონია, რომ ამ მიმართულებით გაეგრძელებინა. იცი რა, გამიგია, რომ ჩაუბარებია და ერთ-ერთი მათი мотиваცია იყო, რომ აი უფასო იყო და ადვილად შეიძლება და იქნება. მაგრამ პროპორციულობის წილი, რომ ბევრს უნდოდეს და ამაზე საჯარო სივრცეებში საუბრობდნენ, არის ძალიან დაბალი. და იშვიათი მოცემულობით ჩვენ ყავს და გვაქვს განვითარებული რეპეტიტორიუმი უფრო ვიდრე მაგალითად სტატიკურად პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ემზადება, ანუ შემთხვევით მოხდება, ემზადება რომ შევიდეს და იქ მინიმუმ 3 მაგი წნეხი გადალახოს. ამ 3 მაგი წნეხზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ანუ რეალურად ჩვენი მასწავლებლები რომ ხდებიან მასწავლებლები არ ფიქრობენ რომ მასწავლებლები უნდა გამხდარიყვნენ. ანუ ესე მოხდა უბრალოდ, ხო? პოსტფაქტუმ რაღაც მომენტი მოხდა ისეთი რაღაც, რაც მათ ცხოვრებაში შესაძლებლობის სახით გამოჩნდა, ან ნათესავი ყავდათ ვინმე, ან მეგობარმა ურჩია და მოდი აი ადგილი გათავისუფლდა და რა უნდა ჩააბარა, რა უნდა ბიჭო ჩააბარა საგანი და დარეგისტრირდა და ჩააბარა ისეთი მარტივი გამოცდა, ცალსახად მასწავლებლის გამოცდა. ან შემთხვევითობის პრინციპით
რომ ასე ვთქვათ, რაღაც ისეთი მოხდა, რომ ჩამნაცვლებელი იყო, ან დროებით. აი ამ მომენტში მიზან მიმართული გადაწყვეტილება არ არის. აი როგორც მე ვიყავი პირდაპირ გეტყვით და ამით არა თუ ვამაყობ, არამედ მინდოდა ეს, ასე რომ მომხდარიყო, როგორც მე ვიყავი, რომ აი მაგალითად მე-11 კლასიდან პირველი მოსწავლე, იმიტომ ავიყვანე, რომ მე ეს გამოცდილებას მომცემ და როგორც პრაქტიკას და უფასო დავიყვანე და 44 ქულა იყო პირველად ისტორიაში და მაშინ რეპეტიტორის მიმართულმა ეს უკვე არის პროცესის დაწყება, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ იქ ფინანსური ინტერესი ჩემი არ იყო. თავიდანვე სწავლებით ვსწავლობდი ჩემი პრინციპი. ამგვარად გადაწყვეტილად რადგან მინდოდა, ხანდახან ვამბობ, რომ ეს იყო რეალური მიზეზი, რატომაც მე შეიძლება დღეს აქ ვარ. და რატო გინდოდა? ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რატომ მინდოდა მე მასწავლებლობა. ალბათ ეს თვითონ ჩემი რაღაც ესეთი ის რო არ გამომივიდა შინაგანი ხმა და ესეთი რაღაც არ იყო. იყო ალბათ უბრალოდ ისტორიისადმი ინტერესი, სტრატეგიული თამაშების ისეთივე გეიმინგით დაკავებული ბავშვი ვიყავი ალბათ როგორც ბევრი სხვა დღეს არსებობს. და იქედან გამომდინარე, ისტორიიდან გამომდინარე, ამის შესწავლა საგანმა განაპირობა. ხო, საგანმა განაპირობა უფრო და პირდაპირ ვიტყვი და ყოველთვის აღნიშნავ პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც პირველი ვაკანსია გამოჩნდა ჩემს მეზობლად არსებულ სოფელში, ბუშეთში. მე წინადლიდან ვარ და იქ იყო ასე ვთქვათ პირველად პრაქტიკა უნდა გამევლო ამონაშვილის აკადემიაში. როგორც ჰუმანური პედაგოგიკის სკოლის მასწავლებელი და ლიდერად უნდა დამხმარებოდი იქ ბავშვებს, რომლებიც თავად ვისწავლიდი ამ პროცესს ბავშვებთან ურთიერთობის და აი ამ მომენტში რომ წავედი იქ მინდა ხაზგასმით გამოკვეთო რომ შალვა ამონაშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. კი, აი ეს არის უდაო ფაქტი ჩემს ცხოვრებაში და ამან გარკვეულად შემიცვალა არა თუ აზროვნება, მიდგომები, ხასიათი. რაღაც საბედისწერო ამბავი იყო იქ მოხალისეობა ესე იგი. გარკვეულწილად და ფაქტობრივად იმ მომენტიდან 2017 წლიდან, როდესაც პირველ კურსელი ვიყავი, დღემდე ვარ მათი მასწავლებელი და იგი იყო ჩემი мотиваცია რომ ის წესები საჯარო სკოლაში გადმოვეტანა. მინდა გითხრათ რომ ვერ გამოვიდა ბოლომდე მთლად იმ წესები საჯარო სკოლაში გადმოტანა, იმიტომ რომ როგორც კი აქ შემოვედი, სამაგი წნეხი ვახსენე და ხო, აი თქვათ ეს სამაგი წნეხი. პირველი წნეხი იყო რომ ვარ პროფესიულად მარტო იმ თვალსაზრისით რომ მე არავინ არ მხვდება რეალურად ვინც ხელს შემიწყობს რომ განვითარდე. ანუ პროფესიული წნეხი არის პირველი, შენ უნდა დაამტკიცო რომ კარგი ხარ, შენ უნდა დაამტკიცო რომ ახალი ხარ. ვის უნდა დაამტკიცო? იქ ვინც გხვდება. თანამშრომლებს? და გიყურებენ ძალიან ცუდი მენტალობით. ანუ როგორც კი ფეხი გადაგიბრუნდება, არის კრიტიკა პირდაპირ. და ეს კრიტიკაც არ არის, უფრო ზიზღია. ვაიმე დედა. გარკვეულწილად ზიზღია და აი ამ პროცესში შენ თუ ასევე აღწევ წარმატებას, ამ პროცესში მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ის თაობა მიჭერდა მხარს, ვინც არის ჩემივე ასაკის. ანუ მათ ესმოდათ ის, რაც ესმოდათ, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით მე იმ სკოლიდან ჩემი ნებით და სურვილით არ წამოსულა, მე ზოგადად რაღაც მიზეზები მჭირდება გარკვეულწილად და ბოლოს ის ხუთი მასწავლებელი ფაქტორად ვინც ვიყავით, ყველა ახალგაზრდები ვიყავით და იმ სკოლიდან გარკვეული პრობლემების გამო წამოვედით, ამას ახლა ცალსახად არ ვფიქრობ რომ უნდა გავაჟღერო, მაგრამ გარკვეულად ვიტყვი რომ იქ დღევანდელ საგამოცდილო სისტემაში რა პრობლემებიც არის, იმაზე მე საჯაროდ ხმამაღლა ვსაუბრობდი და ბლოგის შექმნის იდეა, რაც ბლოგის სახით ჩამოვიყალიბდა, რომ შევქმნა ისეთი ბლოგი, სადაც დავწერ ყველაფერს რაც შეიძლება და ამის გაკეთება? აქედან გამიჩნდა რომ პრობლემებზე მესაუბრა. ეს პრობლემები პოსტფაქტუმ ყოფილა ისეთი რომ სტატიას რომ დავწერდი, Facebook სტატიას გულისხმობ, დირექტორი მეუბნებოდა რომ აი რა თქინდა ამ სტატიებს რომ წერე ხა, ანუ არ მიშლიდა, მაგრამ მეუბნებოდა. მეგობრული რჩევით.
მაგრამ ამის გარდა იქ იყო რესურსების ნაკლებობა. მე არ მქონდა რესურსები. მაგალითად, ერთადერთი პროექტორი იყო სკოლაში, რომელსაც მე ვიღებდი მხოლოდ და ამაზეც ბოლოს ჩემი დირექტორი მეჩხლებოდა, წადი რა წიგნი გადაშალ და ჩაატარე გაკვეთილები. რა პროექტორი მოგინდა, თანაც ისიც იყო დაკეტილი კანცელარიაში, დილით თუ დააგვიანებდა კანცელარიის წევრი ყოფი და ზარი ირეკებოდა და ვერ ვასწრებდი და აი ხან მიწევდა 5-10 წუთი დაგვიანებით. აი ეს იყო პირველი წნეხი. ყველა მეუბნებოდა მოდი რა წიგნი გადაშალე და ჩაატარე. აი არ გვინდა ეს არც კლუბები, არც არაფორმალური განათლება. რაც სასკოლო გარემოში ყოველდღურად ხდებოდა, მე პასუხობდი ამას საჯაროდ. ოღონდ სახელმწიფო არ ვასახელებდი ეს ვინ იყო ვის ეხებოდა. მაგრამ ამაზეც ასახად პირველი აგრესია წამოვიდა დირექტორისგან, ოღონდ ირიბი აგრესია ამ შემთხვევაში. ეს მეგობრული რჩევა იყო, ცალსახად ამას ხაზგასმით ვამბობ. მაგრამ რაღაც მომენტებში იყო რომ ცირა მე მირეკავენ და მეუბნებიან და რაღაც ესეთი მომენტებიც. ოღონდ ეხლა ეს გადმოყვა უფრო თბილისის საჯაროში. ეგ დამონათება არის? ხო, გარკვეულწილად. ამ პროფესიულმა წნეხმა შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებთან კომუნიკაცია რომ უნდა გასწავლოს და ვიღაც დაგეხმაროს და ხელი შეგიწყოს განვითარებაში, მსგავსი რაღაც არ ყოფილა. მე გამიმართლა კიდევ იმაში, რომ ჩემი მენტორი იყო ჩემივე მეგობარი. ანუ მენტორი ყავდა. მენტორი ყავდა. მოდი ვუთხრათ მაყურებელს მენტორი რა არის, ხო? მასწავლებლის მენტორი. ადამიანი, რომელიც შენ სკოლაში გენიშნება იმის გამო, მას არ აქვს არა ნული არაფერი არ აქვს ანაზღაურების სახით სახელმწიფოსგან, ის თავისი ენთუზიაზმით უნდა დაგხვდეს იქ. რომელსაც მაგალითად შეიძლება 25 საათი გქონდეს და სრული დატვირთვა გქონდეს კვირაში და დირექტორი ხათრით იმის გამო რომ გეუბნება ეს ახალბედა მასწავლებელი უნდა ააშენო მოკლედ. აკაშენა მეგობარმა. მეგობარმა მე გამივართლა რომ ამაშენა, მაგრამ ჩემი მეგობარი რომელიც იგივე თანამშრომელი იყო და 1 წლის შემდეგ მოვიდა, მას მოვიკითხავ აქედან. მას არ გაუმართლა, იმიტომ რომ მას მეგობარი მენტორი არ ხავდა და ყველაფერს რაც მე გავიარე, მე ვუგზავნიდი და ეს გააკეთე ახლა. შენ იყავი ხო იმის მენტორი? ხო, ეხლა მე გამოვიდი, ოღონდ არაოფიციალური მენტორი ვიყავი ამ შემთხვევაში და ეს იყო ის რაც ვიგრძენი, რომ აი მე რომ ეს არ მყოლო და ესეთი მენტორი რა იქნებოდა. ანუ მე უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი. კიდე იყო რამე წნეხი მაგის გარდა? ასაკობრივი წნეხი. ძალიან პატარა ვიყავი. და ძალიან გამხდარი ვიყავი კიდე და ჩაკუტკუნებული რო ყოფილიყავი კიდე არა უშავს. ხო, აი ხა ასე რო ვარ, ეხა არ ვიცი როგორ ვარ, მაგრამ იმ ფოტოს თუ შეადარე. არ გეუბნებოდნენ ხოლმე რომ ვინ მოსწავლეა და ვინ მასწავლებელი ვერ გაარჩევ. მე ოფიციალურად ვერ ვირჩეოდი კი მოსწავლეებისგან გარკვეულწილად და იმის გარდა რომ პატარა ვიყავი, არ იცოდნენ ასე ვთქვათ, ვერ არჩევდნენ მასწავლებლები ჩემ მიმართ ეთიკურ ნორმებს, ვერ იცავდნენ ეთიკურ ნორმებს რეალურად როგორ უნდა ეურთიერთო ჩემთან. ვიღაცებს ეგ აი შენ პატარა ხარ, ანუ შენ რა გესმის, შენ რა იცი, შენ მესწრები გაკვეთილზე, მაგალითად მქონდა მსგავსი შემთხვევა 2 წლის მერე რომ შევქმენი ჩემივე ინიციატივით, დირექტორთან შეთანხმებით მოხდა ეს და ეს იყო ასე ვთქვათ, სწავლის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის რაღაც ჯგუფი, რომელშიც მე ვიყავი მხოლოდ ორგანიზაციული ნაწილის ხელმძღვანელი და არ ვესწრებოდი და შევეუბნებოდი თქვენ დაგესწრებიან გაკვეთილზე. აი ესეც კი აღიზიანებდა თუ. აი, იცი რა მითხარი, ესე იგი სკოლაში არსებობს თუ არა კოლეგებს შორის დიალოგის კულტურა? არა. არ არსებობს და ამას მეორე სკოლაში ვარ, მაგრამ დაახლოებით აი ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 200-300 სკოლასთან პირდაპირი კომუნიკაციით ონლაინ თუ პირდაპირ ასე ვთქვათ სატელეფონო საუბრით მასწავლებლებთან მქონია კომუნიკაცია და ეს არის მასიური პრობლემა, ანუ დიალოგი არის მეგობრული თუ ვინმეს დაიმეგობრებ. და დაგხვდება იქ ისეთი. არა, მაგას არ ვიძახე, მე ვიძახე, აი რაღაცა კოლექტიური ეფექტიანობის გასაზრდელად. არ არსებობს ეს და ამისი არ ქონა პირდაპირ ნიშნავს, რომ მე ემოციური წნეხი მაქვს უკვე მესამე. ანუ ეს არის ასაკობრივი წნეხი, ეს არის პროფესიული წნეხი და ემოციური წნეხი. ანუ მე მარტო ვარ. ერთი кейსი მინდა რომ განვიხილოთ. არ ამბობს რომ მარტო ხარ თან რეალურად. მე ხო გიყურებ რეალურად და გაკვირდები, მაგრამ გაკვირდები და არ გაძლევ იმის საშუალებას რომ განვითარდე და როგორც კი განვითარებას დაიწყებ,
ერთადერთი რაც შენს გარშემო როგორც კი შეგეშლება შენიშნავს მოქცე. ეგ ერთი, მაგრამ როგორც კი განვითარებას დაიწყებ და რაიმეს მიაღწევ, მაშინვე გაგაუფასურებენ. ანუ მაშინვე გეტყვიან რომ შენ რა გააკეთე, ანუ რა არის ახლა ეს ისეთი. მოდი ერთი кейსი განვიხილოთ. ნახე, აი ეს ნამდვილი ამბავია, მაგრამ მოდი ცოტა აკადემიურად განვიხილოთ, ხო? ესე იგი, კათედრის სხდომაზე ახალგაზრდა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი იდეა. დიახ. მაგრამ გამოცდილმა კოლეგებმა უთხრეს, რომ ამ სკოლაში ასეთი მეთოდები არასოდეს იმუშავებს. ამის შემდეგ ახალგაზრდა მასწავლებელი თითქმის აღარ საუბრობს შეხვედრებზე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ხო, ეს არის ემოციური წნეხი, რაც თქვი ზუსტად. ანუ დაცული სივრცის შეგრძნების დაკარგვა, ხარდაჭერული სივრცის არ ქონა და გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ყოფნა ამ მასწავლებლების. ჩვენი რეალური პრობლემა ის კი არ არის, რომ რაღაცები არ მუშაობს. ჩვენი რეალური პრობლემაა, რომ რაღაცებს არ ვთხოვთ მასწავლებლებს. ანუ ჩვენ მასწავლებლების უმრავლესობა ასე ვართ მოწყობილები, ჩემს თავს არ გულისხმობთ სასახად, გაკვეთილს ჩაატარებ და გაკვეთილს დაასრულებ. მორჩა. ამის სიკეთ სკოლაში რა ხდება არ გაღელვებს, იმიტომ რომ ამას არავინ არ გინაზღაურებს და აქ არის სისტემური პრობლემა. მაგრამ გაკვეთილის ხარისხი როგორ იქნება უკეთესი? ანუ იმის გარდა რომ ჩვენ ეთიკური კოდექსი გვავალდებულებს, მასწავლებლის შინაგანა წესი, ეთიკის კოდექსი რაც არის და ყველაფერი ეს რაც ბავშვის განვითარებასთან უნდა იყოს ორიენტირებული გვავალდებულებს, ამას იმს მასა რომელიც ხდება, თუნდაც პედაგოგურ საბჭოზე და გეუბნება რომ ეს არ მუშაობს, უმცირესობაში გაყენებს. ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავი მე მარნეულში, მაგ თვალსაჩინო რომ რაღაცები რაც მინდოდა რომ გაკეთებულიყო და ხარდაჭერაც ქონდა გარკვეულწილად ეს არ მუშაობს, მაგრამ მე ძალიან კარგად იმუშავა საბოლოო ჯამში, მაგრამ აი მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ვიღაც რომ ლანძღავს ეს მაღელვებს რა თქმა უნდა, მაგრამ ამას გულზე არ ვიხადე. ამზად ხარ ეს რილსები რო დაიდება ამას ჯობები მოხდება. ამისთვის დიდი ხანია რაღაცები გადავაფასე. და აი ახალგაზრდა ადამიანს ყველას არ აქვს ეს ემოციური მდგრადობა, რომ მოემზადოს იმ აი კიდევ ერთხელ წერან მახსენე სიტყვა ზიზღისთვის, რასაც მასწავლებლები მას უმზადებენ. ახალგაზრდა კოლეგას. ახალგაზრდას განსაკუთრებით. აი არ დაიღალე და აი გაიზრდები და მიხვდები რომ ეს არის უაზრობა. მაგრამ აი მე უკვე 5 წელია ამას ვაკეთებ ერთი და იგივეს და არ ვიღლები და რა ვიცი 10 წლის მერე დაიღლები და 15 არ დავიღლები, ხო? არ დავიღლები მოკლედ. ანუ იდეა არის რომ ვიღაცები იღლებიან. ისე გადამდები არის ეს დასწავლელი უმწეობა, აი რაც ბევრ ადამიანს ჭირს ჩვენ ქვეყანაში და სკოლებშიც მასწავლებლებსაც მათ შორის აპათიაში რო არიან და არაფერი აი თქვენ საწყისი თემა რაზეც გაამახვილეთ ყურადღება, ეს იყო ჩვენი პრობლემა არის რომ მასწავლებლების ასაკი არის ანუ პროფესია დაბერებული. პროფესია რო დაბერებულია, ეს არის შემდეგი შედეგი მომტანი. დაბერებულია მენტალობა, დაბერებულია აზროვნება, დაბერებულია მიდგომები, დაბერებულია, რა ვიცი, გაზრების უნარის კი ხანდახან, იმიტომ რომ კრიტიკული ანალიზის უნარი წინათაობაში ეს არ იყო, არ არსებობდა იმ დოზით, რა დოზითაც მე მასწავლეს და მე ვისწავლე და მე შევეხე და ჩემმა მოსწავლეებმა ისწავლეს და სწავლობენ. თუმცა ვისგან ისწავლეს თქვენმა თაობამ იმ მასწავლებლებისგან არის სწავლეს? არა, მე და ჩემი თაობა, იმიტომ არ ვართ მხოლოდ ასეთები, რომ ის მასწავლებლები იყვნენ ასეთები, იმიტომ რომ ჩემი მასწავლებლების იმ სკოლის 80% ამ მენტალობის არ იყო. ეს არის გარემო, რომელიც არის თანამედროვე, რომელშიც არის ტელეფონი, რომელშიც არის სოციალური სივრცე და შენ ამ ყველაფერს ისმენ სხვადასხვა ადამიანებისგან. ეს არის კონკრეტული პიროვნება, შეიძლება ფსიქოლოგი შეიძლება შეგხვდეს რა არის, ანუ ვიღაც ჟურნალისტი შეგხვდეს. მაგრამ თუ შენ თვითონ არ ხარ დაინტერესებული ადამიანი, ანუ შენს თაობაშიც, ჩემს თაობაშიც, უფრო პატარა თაობაშიც არიან ადამიანები და ბოლოს და ბოლოს ყველა საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ კრიტიკულად აზროვნება და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ ახალგაზრდებს, ხო? ეს სასახა პრობლემა, მაგრამ მგონია რომ აი მთლად ესე თაობებს ესე ვერ გავყოფთ. ან მესმის რასაც იძახი და გარკვეულწილად გეთანხმები
ვიყურები მაგაში და ეს ერთი შეხედვა შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ეგ ყველაფერი, მაგრამ თლად ესე ალბათ ესე ასაკის არა, მე მაგას ფუნდამენტურ მიზეზად არ ვასახელებ, მაგრამ აქ არის თაობა, რომელიც ამას მცირე ნაწილი იგებს, ანუ შეიძლება მყავდა აი 80%-დან 20% სხვანაირი მასწავლებელი. ეს დაფარვის არეალს ავიწროებს. მე უფრო რას ვაბრალებ, იცი, აი ძალიან გულწრფელად რო გითხრა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს სკოლაში ასწავლიან, უბრალოდ ძალიან დაიღალნენ და ძალიან გაწვალდნენ. ოღონ გამართლებას კი არ ვცდილობ რა. ანუ ის ყველაფერი აი რაც ვთქვათ იყო და გადაიტანეს მაგალითად 90-იანი წლები. რამაც ძალიან დიდი დაღი დაასვა, ხო? ანუ მარტო ეს 90-იანი წლებმა მარტო ვთქვათ, მე ცოტა რადიკალური მხედრიონმა ვინც დააზიანა, მარტო ისინი ხო არ არიან ეს ხო არ არის რაღაცა პიცერიაში მუშაობდი და არა, მე არ გეუბნები, რომ ეხლა ყველაფერი გზია და კარგია და ეს მისაღებია რა. მე ცალსახად მჯერა, რომ არსებობს ჩვენს ქვეყანაში პროფესიები, რომელიც არის ბევრად უფრო მიდგომებით ხისტი სახელმწიფოს მხრიდან. და ეს სიხისტე არ არის სკოლაში. თუმცა იყო მცდელობები, მაგრამ ძირითადად არის ჩაგრულის პოზიციაში მყოფი მასწავლებლის გოდება, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ და გარკვეულწილად მასწავლებელს როცა ეუბნები რომ ეს უნდა გააკეთო, ანუ ჩვენ მასწავლებლებს არ ვაყენებთ ფაქტის წინაშე. ფაქტის რომ შენ ამას ან გააკეთებ ასე, ან წახვალ სკოლიდან. მაგრამ ეს წასვლა არ არის გაგდება. აი ამბობენ ხოლმე რომ მაგალითად პენსია მომცენ და წავალ. მე თუ მექნება მოლოდინი რომ ჩემი პროფესიული განვითარების შედეგად რაღაც აი ესეთ ძალიან დიდი პრობლემა მივახწევ გარკვეულ ასაკს და ამის შემდეგ რაღაც მომეცემა, მაშინ იქამდე ვიქნები მაქსიმალურად მდგრადი რომ იქამდე მივიდე ასეთაც. ანუ მე შეიძლება 60 წლის თუ გახდი და ეს მიღწევები გაქვს მასწავლებლობაში, ამდენ ფულს მოგცემ. და მე ვიქნები იმისთვის მომართული. მე პროფესიულად, აი მაგალითად პოლიციელებმა იცის რომ საპენსიო საქმეს რომ მიაღწევს, ძალიან დიდი პენსია ექნება ჩვენგან განსხვავებით. აქვს მას ეს мотиваცია და ძალიან ბევრი ადამიანს ეს გამიგია რომ ეხლა კი დავტოვებდი, მაგრამ აი ცოტაღა დამჭირდა. კი, მამა ჩემი ტრანსფერში მუშაობდა და ვისგანაც ვიცი რომ აი საპენსიო საკამდე მივიდა, ასე ამბობდა სულ და ეს დღემდე ბავშვობიდან ჩარჩენილი მაქვს გონებაში და ასეა ხო კანონიერად. და კიდევ ბევრი, რატომ აქ არ არის ეს რომ რაიმე სახის мотиваცია გაუჩნდეს თუნდაც იმ მასწავლებლებს, რომ მაგალითად 800 ლარი პენსია რომ მქონდეს და დამატებული იყოს. ეს უკვე გარკვეულ წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე მოსწავლესაც აიყვანს ადამიანი და რაღაცა ურთიერთობასაც შეინარჩუნებს საყვარელ საქმესთან. ასეთი მასწავლებელისთვის ყველაზე დიდი სიხარული ვერ იქნება ის რომ მოსწავლე გეტყვის რომ მასწავლებლო ეს პირველად გავიგე შენგან. ანუ ემპათიურობისგან დაცლილი, დაანგრეული, მენტალურად განადგურებული, ყველა დამცინავების მიმართ, დაღლილი, პენსიის არ მქონე, გაღიზიანებული, ოჯახური პრობლემებით სავსე, არარეალიზებული, დაუფასებელი და ეხლა გაბრაზებული ადამიანი, რომელშიც შემოვა ვიღაც შემოვარდება 21 წლის მასწავლებელი, აბა ეხლა წავედით დავესწროთ ერთმანეთს ბავშვებო, მასწავლებლებო, აბა შენის გააკეთე, ანუ რა გიდა, ანუ რისის მოხვედი საერთოდ რა ფუნქცია გაქვს საერთოდ, მიდი რა ხელფასი აიღე და თავი დამანები, ანუ საერთოდ არ მინდა შენი არც რაღაც მიზანი არ მაქვს. არჩენი აზრის გაზიარება მაინტერესებს, არც მე გაგიზიარებ აზრს, არაფერს არ გეტყვი და შემეშვი რა ჩემთვის ვარ. სამსწავლებლოში შედიხარ ხოლმე. სხვა შორის სამსწავლებლოში შესვლა მიყვარს და ყველასთან მივდივარ ხოლმე და ვესაუბრები იმ თემაზე, რაც მას უნდა. ეს მასწავლებლები როგორ შევიდნენ ამ სკოლაში, ანუ რა ჰქონდათ მათ გადასალახი ბარიერი. რა ნიშანდობლივია, რომ ერთი კვირის წინ ჩემი თანამშრომელი მიყვებოდა ესეთ რაღაცას. როგორ აიღეს, როგორ დაუწერეს მას მათემატიკის ქულა. წერაში მქონდა კარგი ქულაო და დანარჩენი საგნები აღარ ჩამაბარებინესო და ის ჩემი სტუდენტი თანაკურსელიო, რომელსაც საერთოდ არაფერი არ შეეძლო და არც წერაში იცოდა და არც ზეპირი. არ იყო კომპეტენტური. არ იყო კომპეტენტური, მას დაუწერეს პირდაპირ 5 ქულა. და აღარც ვიკითხავ. გადალახა ბარიერი. ხო, ანუ ამას რატო ფარავენ ეს მასწავლებლები?
აი მაგალითად სათითაოდ 10-დან კვლევა რო ჩატარდეს, რამდენმა თქვენგანმა მიიღო დიპლომი 100, მაგალითად ერთი კითხვა რა ფულით ან რაღაც ესე. ან როგორ მოეწყე უნივერსიტეტში. ხო, მაგრამ ამას ვინ უპასუხებს ახლა? ხო, საქმე ეგ არის, არ უპასუხებს. ანუ ჩვენ მასწავლებლები პირველ რიგში საკუთარ თავთან თუ არ ვართ გულწრფელები და არ ვაღიარებთ საკუთარ შეცდომებს და მოდი პირდაპირ ჩვენ ყავს ძალიან ამპარტავანი მასწავლებლები მასიურად თან და ეს ამპარტავნობა ის კი არ არის რომ მე ყველაფერი ვიცი და შენ არაფერი არ იცი. ამპარტავნობა ის არის რომ მე რომ ყველაფერი ვისწავლე, არაფრის სწავლა აღარ მინდა. როგორც მესმის და გავიგე, ის რომ ახალგაზრდა მასწავლებლები განიცდიან სამი ტიპის სტრესს, როდესაც შედიან სკოლაში, პირდაპირ უკავშირდება სასკოლო გამოწვევებს და პრობლემებს, ხო? ეს არის მასწავლებლების, თქვათ, რაღაცა მასწავლებელთა კორპუსის მართვის პოლიტიკა, მაგალითად. ეს არის დიალოგის კულტურის არარსებობა, ვთქვათ, ის რომ კოლექტიურ ეფექტიანობაზე არავინ არ მუშაობს, ხო? მიმართულებით დიალოგი და არც კორპუსი არ არის მართული. გეუბნებიან, როდის უნდა მიხვიდე, როდის წახვიდე და იმის იქეთ გაკვეთილზე შედიხარ და ატარებ გაკვეთილს. სხვა არაფერი არ ხდება სკოლებში. პირდაპირ გეუბნებით რა ხდება სკოლებში ამის გარდა. მე არ ვამბობ თელ 2000 სკოლაში. შეიძლება 20% იყოს დიდ სკოლაში, დიდ რაოდენობაში შენ ფიქრობ, რომ ესე არის. და მასიურად სკოლებში არის ეს შედიხარ გაკვეთილზე და ატარებ გაკვეთილს. მაგრამ როგორ ატარებ, ანუ რამდენად ხარისხიანად ატარებ? ანუ სკოლა როგორ ამოწმებს ამას? არ ამოწმებს, მე არავის არ შემოწმები ვარ, მაგალითად გაკვეთილს რო ვატარებდი. და როგორ ვატარებდი? არც მენტორის შემოწმები ვარ, იმიტომ რომ მენდობოდა, ეს რას ნიშნავს მენდობოდა, რას ნიშნავს? გენდობი და ჩაატარეთ გაკვეთილი. მშობელს ეტყვი ნებისმიერს და ახალ სკოლაში საერთოდ არავის არ შემოწმები ვარ. ორჯერ მოხდა სულ რაღაც დასწრება ჩემივე თხოვნით და მორჩა შემოვიდა და გავიდა. სასწავლო ლიდერი სკოლაში არ გაკვეთილზე არ შემოდის. ახლასაც მუშაობ არა. არა თუ არ შემოდის კოლეგიალური დასწრების ფორმაც არ გვაქვს ჩვენ. იცი მე არ მაინტერესებს რა იცი რა. ეს არის ამპარტავნობა, ამაზე ვსაუბრობ რომ მე რომ 40 წელი ვისწავლე, მე ხო 40 წლიანი პედაგოგი ვარ და შენ მე რაც უკვე ვისწავლე, მე ოფიციალურად არ მომცეს სიტყვის გამოთქმის საშუალება პედაგოგიური საბჭოზე, რომელიც ეხებოდა შემაჯამებლით შეფასებას. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენები, 10 წუთი ვითხოვე რომ მომისმინეთ ხო და არავინ არ მომისმინა ადგერთი და პირდაპირ მანძღა ესე. და ეს იყო და ეს მორჩა ის ჩაიშალა ის შეხვედრა, გადაწყვეტილება კი დადგა მაინც და შალვა, ესეთ ტოქსიკურ გარემოში როგორ ახერხებ მუშაობას? ეხლა უფრო გასაგებია ჩემთვის თქვა სხვები რატო გადიან. მე სადაც მუშაობდი რომელ სკოლაშიც ასეთი ნათქვამია რომ იმ სკოლაში თუ მუშაობ 1 წელი უდრის რომ 5 წელი მუშაობ. ჩვენ გვაქვს სოციუმი რომელშიც ჩვენი ხელფასიდან მაგალითად 1100 ლარი მიდის ბინის გადასახადში, 300 ლარი მიდის შვილიშვილის რაღაცაში არ ვიცი. 200 ლარი მიდის გზაში და რა ვიცი 100 ლარი მიდის შენს კვებაში. ანუ თავის გადარჩენაზე ამასწავლებელი. ეს არის თავის გადარჩენის პროფესია, ასევე წახი მე ბოლო წლებში ესე ჩამომიყალიბდა ხედვა. აქ მოდიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ვერაფერი ვერ იპოვეს, ვერ განვითარდნენ კონკრეტული მიმართულებით, ოღონდ აქ არ ვსაუბრობ პროფესიულად შემდგარ მასწავლებლებზე. იმათ იპოვეს მიაღწიეს და მიდიან წინ და მათი ხვედრითი წილი არის ძალიან ცოტა, არ ვიცი, ალბათ 10%. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე არ მინახავს ჩემი თაობის ადამიანი, მასწავლებელი, ჩემი ასაკის ადამიანი, რომელსაც ეტყვი, რომ ეს მინდა რომ გავაკეთო შენთან ერთად და გეტყვის, რომ იცი რა, მე არ მიცალია მისთვის. ან სხვა რაღაცას გეტყვის, ანუ გადადებს, ან ისე გააკეთებს, რომ დაგეთანხმება და წილი რომ ესენი დაგეთანხმნენ, გამოყვნენ, არის უფრო დიდი და გაზრდილი, იმიტომ რომ მათ არც იძულებით მოაწყეს, ისინი არც იძულებით მოაწყეს ამ უნივერსიტეტებში, არც ფული გადაუხადეს. ანუ საბოლოო ჯამში ეს თაობა, ანუ უფრო რესურსულები არიან ახალგაზრდა პედაგოგები, ამას იწევს. და მოდიან мотивაციით. და ხდებათ ცარიელი სივრცე. რა მითხარია, როგორი მხარდაჭერა სჭირდება ახალგაზრდა მასწავლებლებს? აი მაგალითად, ანუ მე რომ мотивაცია მქონდეს, უნდა დამხვდეს მინიმუმ ჩემნაირი ერთი მაინც. მაქსიმუმ საშუალო შუა თაობის. ან შეიძლება იყოს ის თაობა, ვინც არის, მაგრამ იყოს მხარდამჭერი და ზრდაზე ორიენტირებული საკუთარი გამოცდილების ჭარბად გამზიარებელი და რომელზეც მე შენ დააშენებ თუნდაც მის შეცდომებს. აი ზუსტად ამიტომ ვიკითხე, რომ დიალოგის კულტურა არსებობს თუ არა. რას უნდა შეხედო, რომ შეცდომა რო ჩათვალო. კიდევ ერთხელ ვამბობ, არც წინა სკოლაში
და არც აქ იქაც ჩემი ინიციატივა იყო რომ ვინმე დაამსწრებოდა ან ვინმე დავსწრებოდი აქ საერთოდ არ ხდება სადაც მუშაობ და სკოლებში ეს მასიურად არ ხდება და ვისგან უნდა დაინახო შეცდომა ან ვინ უნდა გითხრას რომ შეცდომას უშვებ. ხო და ალბათ ეს არის მიზეზები ხო რომ ახალგაზრდებს ან არ უნდათ მასწავლებლობა ან გარბიან სკოლაში შესულები და აქ არის ერთი ფუნდამენტური საკითხი რომელზეც საერთოდ არ გვისაუბრე ეს არის მშობლის როლი. აი ხა მინდა რომ გადავიდეთ უბრალოდ აი შევაჯამოთ ეს რა რომ ეს ყველაფერი განაპირობებს იმას რომ სკოლაში აღარ ჩერდებიან ახალგაზრდები. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას რომ სკოლებში აღარ ჩერდებიან ახალგაზრდები, ეგიც არ არის. ანუ სკოლებში რომ ბავშვები თვითონ რო ყვებიან რეალურად რა ხდება, სკოლებში რომ თითქმის ჩვენ არ გვაქვს რესურსები და აი ამ ყველაფერს მით უმეტეს ახლა ყველაფერი საჯარო ხდება და ყველაფერი გარეთ გამოდის სკოლიდან ისმენენ და კითხულობენ, რატომ უნდა გაგიჩნდეს мотиваცია? ანუ მაგალითად იმაზეც კი არ დაგთანხმდებია რომ შენ მიერ შექმნილ აი სულ რო დიდი სუფრა გაუშალო მაგაზეც აღარ დაგდარჩებიან. არაფერი აღარ აი მე ვერ არაფერი აღარ უნდა ჩენი? არაფერი აღარ უნდა ჩენი და არ ჩენი ჯილდო უნდათ, არ ჩენი გამარჯვება უნდათ, არ ჩენი წარმატება უნდათ, არ ჩენი მარცხი აღარ უნდათ. რა ძნელია ეგეთ მტრულ გარემოში როგორ უნდა საერთოდ არაფერი აღარ უნდათ. აი შენთვის აკეთებ. შენთვის მიდიხარ, შენთვის წინ განვითარდები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პროფესიული გარემო საჯარო სკოლებში განსაკუთრებულად არის ძირითადად ასეთი. აი ახლა მაგალითად რა უნდათ? მაგალითად ძალიან უხარიათ დირექტორის დაბადების დღეებზე თანხის აკრეფა. ან სასწავლო ნაწილის დაბადების დღეებზე თანხის აკრეფა. მე ახლა წელს საუბრობდი. ძალიან უხარიათ, ეხა ისეთი ნათქვამი ალბათ ბჭყალებში, თორემ ნუ წესი აქვს ალბათ ეგეთი რა. აი ამაზე უარს არ გეტყვიან. როგორ შეიძლება ეს თანხა არ აკრეფო მაგალითად. ხო, ანუ არის რა, როგორც მშობლების შემთხვევაში მასწავლებლებს. ხო. არ მოსწონთ მაგალითად რამდენს აგროვება ხოლმე? დირექტორის დაბადების. მე ჩემთვის არავის არ უთქვამს ეს, იმიტომ რომ იცი რაც მოხდება და საუბრობდით ეს არის 50 ლარი. მე მაგალითად წელს საუბრობდი სკოლაზე. არ არსებობს 8 მარტი, 3 მარტი, დედის დღე, მის დღე, მამის დღე, რომ დირექტორს რაიმე ტიპის საჭო. აი მაგალითად ეს ბავშვი, ჩემზე 3 წლის პატარა ისტორიის მასწავლებელია, კახეთში მუშაობს, მეუბნება რომ მარტო სექტემბრიდან მარტამდე 2000 ლარი გვაქვს აგროვებული უკვე საერთო ჯამში დირექტორისთვის. აი ჩემგან ეს იდეა არ წამოვა. ხო, და ეს მოდის ამ რა იდეა ჩემგან წამოვა, იმას მხარს არ უჭერთ. ანუ რაშიც გაიზარდნენ ეს ადამიანები, ეს მასწავლებლები და როგორ გარემოშიც გაიზარდნენ, როგორც მოეწყნენ უნივერსიტეტში რეალურად ფულის გადაცემით, საჩუქრებით და მორიგებებით, ასეთივე გარემო არის სკოლაში. ნორმა არის რა. რაც ამასწავლებლებს არ აღელვებთ არის ბავშვი. მათ ბავშვი არ აინტერესებთ. და ბავშვი რომ არ გაინტერესებს ეს ნიშნავს რას? რომ შენ სკოლაში მოხდი ისე რომ არავინ არ გკითხა, ბავშვი გაინტერესებდა თუ არ გაინტერესებდა. ასევე არ გკითხეს რომ აი ეს ბავშვი რომ ოჯახში ძალადობის ხორბლი იყოს ან რთული ემოციური გარემო გქონდეს, შენ რას გააკეთებდი ასეთი ბავშვი სამართავად და ჩაი მაგალითად ახლა ჩემი თანამშრომელი რომელსაც კერძო სკოლაში დაიწყო მუშაობა, ჩაატარებინეს ბევრი გაკვეთილი მას და უნდათ რომ ენახათ როგორ ატარებს რაღაც კონკრეტული სიმულაციებიც კი დაუდგეს სპეციალურად, როგორ მართავს. ამის შემდეგ მიიღეს ჩვენ სკოლაში აგვიყვანენ ისე და დაგვეწყებინებენ, კი არის ხელშეკრულება 3 თვიანი, 6 თვიანი და მერე გრძელვადიანი იდეა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ არანაირი არც პროგრესირებელი ძალა გყავს სკოლაში, არც ხელშემწყობი, ძირითადად გიყურებენ, თუ წაიქცევი, არც აგაყენებენ საბოლოო ჯამში, ანუ რეალურად ურამძიმეა. აი ეს გარემო რომ დაგხვდება, რომელმაც ახალგაზრდა მასწავლებელს უნდა მოუნდეს ახლა იქ შესვლა. მე გამიმართლა ბევრ ამაში. იმაში გამიმართლა რომ გავიცანე შალვა მუნაშვილი, გამიმართლა იმაში რომ ყავდა მეგობრები უკვე სკოლაში და ყავდა მენტორი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან წინა სკოლის დირექტორთან მაქვს გარკვეული წინააღმდეგობები, ეს დირექტორი ცალსახად უნდა ვთქვა, რომ მიწყობდა ხელს პროფესიულ ჩამოყალიბებაში. მე პირადად, მაგრამ მე რასაც მიწყობდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვასაც ხელს უწყობდა. და მე რასაც ხედავდი,
და პირდაპირ ვეუბნებოდი, ეს არ ნიშნავს, რომ სხვისთვისაც აგვარებდე იმას, რასაც ჩემთვის გააკეთებდა. ანუ რისი თქმა მინდა? შენ ითხოვდი და იღებდი. ითხოვე და მოგეცემას პრინციპია და შესაბამისად ვითხოვდი თან არა ესე სიტყვიერად ოფიციალურად Flow-ზე რომ იწერ პასუხს და ბოლოს მეუბნები შენ Flow TikTok-ი ხარ გონია ეს რაღაცა რომ მოგწერს პასუხს და ყველაფერზე იქწერს, იმიტომ რომ მე ვნიშნავდი რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, დირექტორს და მთელ იმას ვისთანაც შეაწუხე მოკლედ ხალხს. ხო, ანუ საბოლოო ჯამში ეს სოციალური მედიის თაობა ხარ. ხო, ანუ ეს არის და ის ადამიანი, რომელსაც არავინ არაფრის მომთხოვნი არ ყავს და არც მომკითხველი შესაბამისად არის თავისთვის რა, არის არავის თავისთვის, აწუხებს და არც მას აწუხებს გვაქვს არავინ. ზუსტად ეს რეალობა, ეს ადამიანები არიან თავისთვის მოკლედ ბავშვი, ეხლა ბავშვი უნდა და ელოდებიან ლიდერს. ვინ ლიდერს? აი ვისაც შეუძლია მასების მართვა და მესიისა და მხსნელის როლის მორგება, როგორც ადრე. მაგრამ გაკვეთილს ვინ ჩაატარებს მის გარდა? თვითონ უნდა ჩაატაროს, ხო? ლიდერმა, სასწავლო ლიდერმა კი ბატონო ლიდერის როლი ძალიან ეს ლიდერი იღებს პასუხისგებლობას. ანუ სხვამ უნდა აიღოს პასუხისგებლობა? კი. მათ ხელფასი? კი. მასწავლებელი რომ არას არ წერს, თქვენი აზრით ვინ უნდა გააკონტროლოს ეს? რატო არ წერს? აი არ დადიან და ბავშვი არ არის კლასში და მასწავლებელი არას არ წერს? არა, ბოლო თქვენ ხო იცით რომ ბოლო ორი კვირა არებს არ წერს. არ იწერება, არ ვიცით ეს. არები არ იწერება. დაუწერელი კანონები გვაქვს ჩვენ სკოლაში. ხო და ანუ რატო არ იწერება არები? ანუ ვინ ამოწმებს ამას? რა ვიცი, ის დირექტორი უნდა ამოწმებდეს, რომელიც თავადვე მასწავლებელია და თავადაც არ წერს არებს და თავისაც შეამოწმებს, ან საბოლოო ჯამში რა ხდება, ანუ ჩვენ რეალურად არ ყავს ამ ადამიანს უნდა დაუნიშნოთ დაცვა ამ ეთერის ლიდერი არ ყავს, რომელიც ყველაფერს თავის თავზე აიღებს პასუხისგებლობას ან რაღაცა. ბავშვს უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ თქვი რომ ამ ადამიანებს ბავშვი არ აინტერესებთ, ბავშვს ვერ ხედავენ ისინი. ჩემი შეკითხვა არის ესეთი: თანამედროვე ბავშვები და ახალგაზრდა მასწავლებლები. როგორ უგებთ ერთმანეთს და როგორ გამოგდით თქვენ ის, რაზეც გამოცდილი მასწავლებლები ამბობენ, რომ კლასის მართვა ძალიან გართულდა. იმიტომ რომ ახლა სხვანაირი ბავშვები მოდიან, იმიტომ რომ ჩვენ არაფრის უფლება აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ბავშვებს გაუზარდეს უფლებები, რაც მე ძალიან მაბრაზებს ეს ფრაზა პირდაპირ კეთყვი, როცა მესმის. შენ რას ფიქრობ, დავიწყოთ იმით ახალგაზრდა მასწავლებლის და ახალი თაობის მოსწავლეების ურთიერთობა. იცით რა არის, მე ამ ნაწილს ასე დავასათაურებდი ბავშვებთან მუშაობის სიხარული. ბავშვებს მოსწონთ ვიზუალური ახმით რომ უხსნი, მოსწონთ განსხვავებული გაკვეთილია ჯერ ერთი და ესეც ბეზრდება. სიმართლე გითხრათ, ახლა ჩემებს უკვე მობეზრებულია. სულ ახალ-ახალი რაღაც არის და ძირითადად გეგმავ არაფორმალურ აქტივობებს, ხოლმე ფილმებიც, განხილვაც მაქვს, რაღაც ბურთების ოვნება და ესეთი რაღაც. ხო, ამის საშუალებას მაძლევს, მაგრამ რეალურად ეს მასწავლებლები როგორც კი ასეთები გახდებიან, ან ძირითადი რა არის, თქვენი გაკვეთილი მომწონს. არა იმიტომ რომ ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ. არამედ იმიტომ რომ განსხვავებული გაკვეთილი. მრავალფეროვანია. უბრალოდ მრავალფეროვანია, კი. გაკვეთილები რომ მრავალფეროვანი იყოს, შენ გჭირდება კრეატივი, კოლეგებთან ურთიერთობა, გააზრება, ერთად დაგეგმა, მაგალითად დღეს დავგეგმეთ, მე და ჩემი თანამშრომელი ისეც ახალგაზრდა მასწავლებელია და 2 წელია რაც დაიწყო მუშაობა, ძალიან კარგი აქტივობა, სადაც მთელი სკოლიდან მხოლოდ 3 მასწავლებელი დაესწრო. არა და ყველა მიცოდა და ამ მომენტში ერთ-ერთი შემოვიდა და მეორე მასწავლებელი რომელიც გაცხარებულ პროცესში იყო ჩართული, ეუბნება რომ წადიეხა გაკვეთილი გაქვს ჩასატარებელი, ანუ ეს იცოდა ყველა, მაგრამ ანუ მიდგომა რა არის, რომ მე მქონდეს გაკვეთილი კარგი და გაკვეთილი როგორია 40 წუთიანი მკვდარი გაკვეთილი მქონდეს კარგი. გაკვეთილი არის ცოცხალი პროცესი, გაკვეთილები არ სრულდება. რაღაც საერთო გაგება და საერთო ენა არ არსებობს სკოლაში, როგორც მივხვდი რა. ამ 6%-ის და მე რაღაც 10%-ამდე მასწავლებლების ცალკე სკოლა არსებობს, ცალკე სამყარო, ცალკე მიზნები და დანარჩენი მასწავლებლებისთვის ცალკე სკოლა და ცალკე სამყარო არსებობს და ასე ვცხოვრობთ ერთად. კბილად. ბედნიერად, ერთ სახლში ცალ-ცალკე ოთახში. ერთ სახლში ცალ-ცალკე ოთახში, ერთმანეთის წუხილი ძალიან გვტკივა, ერთმანეთის სიხარული. ანუ ძალიან დიდი ხის ყოფილა ხიდჩატეხილობა ამ ასე ყოფილი. ანუ ამ ხიდჩატეხილობას და ამ ყველაფერს უყურებს ახალგაზრდა მამათა და შვილთა ბრძოლა. ფაქტობრივად, რომელიც რეალურად
ეუბნება რომ ბავშვებო განათლება არის ცხოვრებისთვის მომზადება, განათლება თავად ცხოვრება, შენ თუ გინდა რომ და გადიხარ და დაეჯახები ახალგაზრდა კოლეგას თუ რამიშობა ძველგაზრდას და ისეთ რაღაცებს ეჩხუბები და ანუ სიტყვა და საქმე ერთმანეთთან არ არის მასწავლებლების ყველაზე ჩვენ ყავს ყველაზე არაგულწრფელი მასწავლებლები სამყაროში ალბათ მე ვინც კი მინახავს ჩემგან ბიზნეს თუ რამე მოსწონს ეს არის გულწრფელობა სიმართლეს ამბობ კი არა გულწრფელად საუბრობ ანუ არასდროს ხელი არ დამიფარებია იმისთვის რაც არ არის რეალობა როგორც კი ყველა მასწავლებელი გულწრფელად დაიწყებს საუბარს ისევე როგორც თქვენ დედა რა მოხდება იქნება ძალიან დიდი გარდასახვა და მე მიხარია რომ ასეთი ადამიანები მრავლდებიან ანუ ბევრი არიან მე ვერ წარმოვიდგენდი ჩემი მოსწავლეების პერიოდში მშობლის მიერ გაკეთებულ პოდკასტს ეს არის თქვენ ხართ პირველი აქ ხო არ არსებობს კავსი პოდკასტი საქართველოში მშობელი ზის და მეტი საქმე არ აქვს ამ მშობელს ხო ეს ძალიან ბევრი მეუბნება მაგას რა ან შვილები არ ყავს შვილები რომ ყავს იმიტომ ვაკეთებ ხო და ეხლა წარმოიდგინეთ ამის გაზრება რომ აქამდე მოვედით ჩვენ და ამით დავგავდით ესე იგი ჩვენ ვითარდებით ძალიან ნელა მაგრამ მე ძალიან მიხარია რომ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები ცდა ძველი კოლეგებიც ამ პროცესში მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი არსებობს შეიძლება 1-2 წელიწადში ერთი აგური ჩამოვარდეს და იმ ერთ აგურზე ახალი აგური შედგეს ანუ ისიც უნდა მაგრამ ძალიან ნელა იმიტომ რომ ჩვენი რესურსი 6% და ვერ შველის იმიტომ რომ ამის ერთადერთი მიზეზი არის სისტემური მხარდაჭერის არ ქონა როგორც კი ეს შეიცვლება, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩამოიშლება ეს პროცესი და სრულიად ახალ რეალობას შევქმნით. ერთ-ერთი მშობლებზე უნდა გკითხო მოვასწროთ, მოდი ახსენე მშობელი და მშობელიც არ არის შენი ასაკის. მშობელიც არ არის ჩემი ასაკის. მათთან როგორ არის საქმე? მე მაგალითად დამრიგებელი ვარ, რაც დაიწყო სკოლაში მუშაობა. მარნეულში არ გამომივიდა მშობლებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ენის ბარიერი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერია. გამომივიდა მხოლოდ იმ დოზით, რომ ვაცნობდი ქულებს და სისტემურად წერდი ჩატში უთარგმნიდი მე თვითონ აზერბაიჯანულად. რაღაცები მეც ვისწავლე, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ დოზით ვერა რომ პირდაპირ კომუნიკაცია მქონდა. თბილისში გააჩნია, რა თქმა უნდა, ადგილს სათხარ, როგორ ხარ, ზემო ფონჯალი საჯარო სკოლა ამ თვალსაზრისით მეტნაკლებად უფრო აქტიურია. მაგრამ მე პირადად ამ სკოლაში დავიწყე მუშაობა, არ ქონდა სკოლას Facebook გვერდი ისეთი, როგორც ფიქრობდი რომ უნდა ქონოდა. აი მაგალითად ვიბრძვი ახლა რომ სკოლაში ჩატარდეს ძალიან მომწონს ჩემი თანამშრომლის გაზიარებული კრება კონფერენცია, რომელიც თვეში ერთხელ ტარდება და მთელი სკოლა აქ შეკრებილია და მასწავლებლები ну ამას ვერ იკებს ჩემი სკოლის გარკვეული ნაწილი რატომ უნდა მოხდეს ეს ხო მშობლები ძირითად შემთხვევაში ახლა ბოლოს იმ ეტაპამდე მივედი რომ საერთოდ რო არ მოდიან რომ ეხვეწები რომ შენი შვილია ეს და შენთვის გჭირდება ბოლოს 3-4 თვეა მშობელთა კრებებს ვატარებ ონლაინ ახალგაზრდა მასწავლებელს როგორ აღიქვავენ აი მაგას ვამბობ ზუსტად ალბათ გავლენა მაგან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმიტომ რომ მე სადაც შევედი კლასში ის მასწავლებელი ასაკობრივი ჭრილის ბოლო ეტაპზე იყო, ასაკიანი მასწავლებელი იყო. და არსად არ იყვნენ და მე არაფორმალური აქტივობები, ექსკურსიები, ელემენტარული ექსკურსიები არ იყო იმ კლასში. ანგარიშები, მშობელთა კრებები, კლასის პრეზიდენტი, კლასის ვიცე-პრეზიდენტი. ეს ყველაფერი გავაკეთე და რა თქმა უნდა, ამან შეცვალა გაცოცხლდა სიტუაცია. ხო, რასაც ვამკვიდრებ და თქვენს პოდკასტს გამოვიყენებ პირდაპირ, ეს საერთოდ ცალკე თემაა, მაგრამ როგორც დამრიგებელი, ექსკურსიებზე თანხას ვდებ. მე არ როგორც კი გადაწყვეტეს, რომ მე უნდა დავეპატიჟებინე, მე კატეგორიული წინააღმდეგ ვიყავი. არა, იმიტომ რომ ფული ის მაქვს ზედმეტად რაიმე. არა, ეს არის პროფესიული თანასწორობის პრინციპი, პროფესიული ეთიკა, ყველაფერი ეს კანონიერად ვალდებული ხარ, რომ შენ მშობელს რაშიც ხელფასისაც გაქვს. ბანკეტის თანხასაც დადებ. აი ბოლო ვიდეო რასაც ახლა ვამონტაჟებ. ჩემს კოლეგას დავცინოდი უხეშად რომ თქვა მიდიოდნენ ბანკეტზე. 5 მასწავლებელი იყო დაპატიჟებული და
თქვენ თუ მიდიხართ მეთქი რატომ მიდიხარ ვინ დაგპატიჟებთ მეთქი თანხას თუ ვიხდით მეთქი პროვოკატორი ვიდეოს ჩაგიწერეთ ხარეზადები და ერთი რომ მასწავლებელი ვთვლი რომ მე ასე ვთვლი ეს ჩემი აზრია და კანონიერი აზრია სხვათა შორის ხარიდან არ ვამბობ ამას მასწავლებელი დამრიგებელს არ უნდა უდებდნენ მოსწავლე თანხას მის ნაცვლად თანხას არ უნდა დებდნენ მშობლები მასწავლებელი ვთვლი რომ ბანკეტის თანხას უნდა იხდიდეს თუ გინდა წასვლა გადაიხადე იმ კლასთან ერთად თუ ვთვლი რომ აი უფასოდ მეპატიჟება რესტორანი და მასწავლებლებს ცალკე მაგიდა აქვს მე რა ფოტოგრაფის თანხას დადე და შენ დადე და ისახა როგორც უნდა ისე გამოიყენო ანუ რატო გვაქვს მიდგომა რომ მე ჩემი თანხა 6 წელი ვასწავლიდი ამ რა მნიშვნელობა აქვს რომ 5 დღე რომ ასწავლიდი სულ და დაგპატიჟონ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ სტუმართმოყვარეობა სხვა რამეა ამის ფილოსოფიური სახე რადიკალურად ხარ უყურებ რაღაცებს ჯერ ერთი არა იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს გავსი ტიპის თქვენ მოგწონთ რომ კლასში 20-დან მაგალითად თუნდაც 3-ს არ აქვს შესაძლებლობა და არ მომწონს მაგაზე გადასარევის აბა მაშინ სად არის თანასწორობა ჩაწერილი ამ თემაზე ვიცი ხო მაგიტომ გითხავთ ეხა შეგიბრუნეთ კითხვა მაშინ სადაა თანასწორობა სადაა სამოქალაქო აქტივიზმი რეალურად არა სად შე როგორ უნდა გაერთო როცა შენი მოსწავლე იქ იმიტომ არ არის რომ ფული არ აქვს არ მოდის არ აქვს და მე ვაპატიჟებინებ თავს ან უბრალოდ გეპატიჟებინებ ან უბრალოდ მოდი არა ვაპატიჟებინებ ეს არის იცით რამდენ წლიანი დაგროვებული ჩარტყმები ნამიოკები ერთგვარი მინიშნებები რომ აბა ბანკეტი 12 წელს როგორი გექნებათ აი ეს ერთი მეშვიდე კლასში ვერ გადარჩება ეს ბიჭი ამ მეშვიდე კლასში რომ რაღაც გამოკეთ მე მერვე კლასში აუ თქვენ ბანკეტზე სად მიდიხართ რას იცმევთ მე მე-9 კლასში გადახვედი და აქ ხوار წახვიდოდით ეს უკვე გარკვეულ ემოციურ ფონს აყალიბებს და საფუძველ ჯამში მიდიხარ მე-12 კლასში და ელოდები ხა და აი რომ არ დაგპატიჟებ არ დამეძინება ამაზე დარდით გეფიცებით მე ოფიციალურად ვიცი მე პირადად ბანკეტზე არ მივდიოდი მე-12 კლასში აი ამ მიზეზთან მივდიოდი ხო შორს ვერ ვიგებდი 1200 ლარი რატო უნდა გადამეხადა საბედნიეროდ ბებიაჩემის კაი ძვირით გადაგიხდა. ბებიაჩემი საბედნიეროდ იყო საბერძნეთში, მაგრამ მასზე ცალკე სტატია მაქვს დაწერილი ბებიაჩემი საბერძნეთში როგორ მოხდა და იქ რეებს გაკეთებდა იმისთვის რომ მე ეს გამეკეთებინა, რასაც ვაკეთებდი. ანუ და ასეთი რამდენია. და მე აი აქედან ამოდივარ. თუ მასწავლებელი ამას ხედავს და იცის რომ 20 ბავშვიდან 3, 5, 7, 9 გაჭირვებული მეტნაკლებად გაჭირვებული თუნდაც ერთი და შენ იმ თანხას არ დებ, შენ უკვე ხარ ეთიკის კოდექსს არ ღვევ, სამოქალაქო ადამიანის უფლებას არ ღვევ. და ხელფას, რომელსაც სახელმწიფო გირიცხავს, დისკრიმინაცია, ჩვეულებრივი დისკრიმინაცია, აი ეს არის სიმართლე კი არა, ეს არის გულწრფელობა. ამას ან აღიარებ, ან კომფორტის მოყვარული ხარ. ჩვენ ძირითადად კომფორტის მოყვარული მასწავლებლები გვყავს, ფასადური Facebook-ზე. ვიზუალურად გამართული პოსტებით, საჯაროობით ყველაფერი კარგად ხდება, მაგრამ ეს ისეთივე რაღაცა რომ კლასში ყავდეს SSM მოსწავლე, შშმ პირი და არც ერთი მასწავლებელი ისე არ ადგენს ინდივიდუალურ გეგმას, არც მე, როგორც უნდა ადგენდეს. მე მგონი ამ ვიდეოს მერე თუ კი ვინმე არის შენზე პატარა სკოლაში, ეგრევე წავა, განცხადებას დაწერენ და წავლენ. არ ვიცი, მე პირიქით ამით იმის თქმა მინდა, რომ ის ადამიანები, ვინც შემოდიან ამ პროფესიაში, პირიქით მაგას მე მგონი ეს უკურეაქციას ახდენს მსგავსი რაღაცები. ვიღაცებს აქვთ განსაკუთრებული სურვილი, რომ მსგავსი რაღაცები შეცვალონ. ახალგაზრდებს განსაკუთრებით ჯენზის თაობას უყვარს გამოცდები, უყვარს გამოწვევები, სასკოლო გამოცდებს ჩელენჯები ასე ვთქვათ. ხო, და აი ეს ფსიქოლოგიური გამოცდაც საგნობრივისგან განსხვავებით და საგნობრივის გარდა საკმაოდ ისეთია. დიდი გამოცდილების მომტანი მათთვის და ძირითადად შემთხვევაში ესენი დაკავებულები არიან აი ამ სურვილების დაკმაყოფილებით და მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანები მასიურად შემოვლენ. უბრალოდ რა არის, იცით, მართლა არ გვაქვს ჩვენ მართლა არ არის ადგილები სკოლებში.
და წელან სწორად აღნიშნეთ, როგორც კი გავუშვით ვიღაცები, ესევე დავხარბდით საათებს. ხო, გადაინაწილეს არსებულმა პედაგოგებმა. და როგორც კი ფინანსური ანაზღაურება შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს, ეს ქართველი ერის დიაგნოზია, რაც გვაქვს, იმაზე მეტი გვინდა მერე უფრო. როცა გამოჩნდება ამის საშუალება, რატომაც არა. არა, მგონი ქართველი არის, არა, მხოლოდ ალბათ ადამიანია ესეთი. იქნება ადამიანი არის ზოგადად ხარბი. და აი ამ სიხარბეს ხანდახან რთულად მართავთ ხოლმე. სამართლიანობას და თანმიმდევრულობას თუ შეინარჩუნებ, ასაკიანი იქნები თუ არ იქნები ასაკიანი, შეინარჩუნებ მასწავლებლობის განცდას და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, მასწავლებელი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს ყვირალა. არ უნდა ყვიროდე შენ იმის გამო, რომ ვინმე გააჩერო. და სამწუხაროდ მენტალური ყდომის ფარგლებში და იმ შედეგის გამო, რაც ჩვენ სამწუხაროდ ასაკიან მასწავლებლებში დაემთხვა, რომ არის, ანუ რა, რომ ეს მასწავლებლები ვერ მართავენ კლასს. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს მასწავლებლები არიან პრობლემა. მაგრამ ახალგაზრდები მართავენ? მეტნაკლებად. ძალიან სუბიექტური ხო არ ხარ? აი გულწრფელად ვამბობ, თვითკრიტიკულიც ვარ, მაგრამ ახალგაზრდები მართავენ კლასს. რაღაცას გამოძებნიან, ოღონდ რა არის, იცით, მე პირველი 2 წელი მე კიდე გამიგე რომ აი ატირდა და გავიდა კლასიდან და წავიდა სკოლით. არა, ჟენზე არა ზოგადად. ვამბობ, მე ახალგაზრდა მასწავლებელი ავტირდი თუ ბავშვი ატირდა. არა, ახალგაზრდა მასწავლებელმა იტირა და გავიდა კლასიდან. კარგი, გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს. მე ავტირდი დირექტორთან კონკრეტულ მომენტში და დავწერე განცხადება. მივიდივარ თქო სკოლიდან. მქონდა ეს პირველ მეორე წელს. ხო. პროცესია ალბათ ესეც. უნდა ატირდია ბავშვი ხა. კრიზისია, რომელიც უნდა გადაალა. ტირილი რა არის, ემოციების გამოტანა გარეთ და დანახვება სხვებისთვის, რომ მიშველეთ. აბა თუ სიგნალია. თუ არ ტირი ხარ, არც არავინ დაგინახავს, რომ შველა გინდა. გადახტები მყარში და მორჩა დამთავრდა შენ წყვილს. ყვირილს ჯობია რომ იტირო? ყვილის ჯობია რომ იტირო. კი, ეს არის გულწრფელობის უკიდურესი გამოხატულება და ბავშვებთან მე ხა 5 წლის თავზე მოხდა მე-9 კლასში, ოღონდ არ ვიტირე მიზან მიმართულად. კითხვა პასუხი გქონდა უკავშირი და იმდენად გულწრფელი პასუხი გავიცი, რომ წრემლები მომადგა თვალზე და ის ერთი ბავშვი, რომელსაც ჩემი სახელი ქვია, ასევე ეგ სხვა სიხარა მე ან ჩემი სახელი რო ქვია ვინმე მოსწავლეს. ეგეც გავლენას კი, მართლა. ის ბავშვი საერთოდ შეიცვალა იმის შემდეგ. რაღაც ისეთი იყო, ცოტა ძალადობრივი ქცევებით და დღეს აი და სევდა მიმუშავა ესე იგი, ხო? ანუ ეგ გულწრფელობაც გარკვეულწილად, ანუ ბავშვებს დავანახე ვინ ვარ რეალურად და საბოლოო ჯამში დაანახე ადამიანს ვინ ხარ რეალურად და ის ბავშვიც ასევე დაგანახე. წრემლით შეიძლება რომ შესაძლებლობად ვაქციო. ეხა ის იყო კონკრეტული მომენტი, მაგრამ მე ის გამოვიდა რომ მე მიტირია იმის გამო რომ სკოლაში აღარ მინდოდა, მე ამ კლასში აღარ შევარ. მქონია შინაგანი გადალახვა რომ მე მინდოდა აგრესიით დამემტკიცებინა რომ თქვენ ყველას ერთიანებს დაგიწერთ და ისეთებს გიზავთ და იმ კლასის დატოვებაცაც მისულა საქმე, მაგრამ ის იყო კონკრეტულად პირველი წელი. მე რომ მეგონა, რატომ მეგონა იცით? იმიტომ რომ ასეთ სკოლაში გავიზარდე. და მე ამ თაობას შევხედე. ეს ქცევის მოდელი გქონდა. ხო, ეს ქცევის მოდელი მქონდა. მე პირადად მე-5 κλასში ყური ამახია ჩემმა მასწავლებელმა. მეც დამარტყა ერთხელ მასწავლებელმა. ანუ მე ოფიციალურად ძალადობის ხერხი ვიყავი ფეხბურთელების გამო, რომ ჩემი დამრიგებელი სახეში მირტყავდა პირდაპირ. რა ვიცი, რამელი ერთი ჩამოთქვა ხა ფაქტორი. მაგიტო ხო არ გაგეს, რაზეც ახლა ისაუბრა, ყველაფერი ეგ ხო არის. ის გამო მაქვს, დაუგუშავებელი ტრამვაში. შევედი იმ კლასში, მე-11 კლასი იყო. არა, ძალიან ძიმე, ეს არ არის ასაცილო, ან მართლა არ არის. ეს არის ძალიან ძიმე გამოცდილება. ძალადობით ვერაფერს ვერ შეცვლი, საბოლოო ჯამში ამას მივხვდი და კარგია რომ თავიდანვე მიხვედრილი იყო ამას, იმიტომ რომ ზოგიერთი ახალგაზრდა მასწავლებელი თავს იჭერს, რომ აი შენ რატო იჭერს? ახლა რომ ეს ამ კლასში რომ შეხვალ, არ გააბედინო არაფერი, ესე მითხრეს. თორე თავზე დაგაჭდები. აი კი.
და არ გავაბედინე არაფერი. ახლა მე-9 კლასის ერთი მოსწავლე მეუბნება, ჩემთან უფრო მეგობრობ თუ იმასთანო. ხო. და ანუ შენ არ გეშინია ხო ამის? ანუ მე არ მეშინია ადამიანს დავარქვა მეგობარი. ადამიანს არა, მოსწავლეს. იმიტომ რომ მოსწავლეს თუ აგრძნობინებ რომ შენ გაქვს რაღაცა ერთი ფარი ამ ნაწილში შემოიხედავს და ეს ხო არის ესე შემოიხედავს და დახურავ ამას. აი აქეთა ნაწილი უკვე შენ მოსწავლეს დაანახე გარკვეულწილად. რა თქმა უნდა არ საუბრობ პირად პრობლემებზე, რა თქმა უნდა არ საუბრობ და ეთიკის ზღვარი არსებობს. ზღვარი აქაც არსებობს, მაგრამ ის ადამიანი ახლა მე მეხუმრება ამის გამო რომ მე ეს არის შენი ტაქტიკა. ეს არის ჩემი ტაქტიკა და მე ვფიქრობ ეს არის ყველა ახალგაზრდის ძირითადი ტაქტიკა. იმიტომ რომ იმ ახალგაზრდებს უნდათ ასეთი მასწავლებელი ყოლოდათ, რომელსაც გაეხუმრებოდი და ისიც გაგეხუმრებოდა. გაქვთ საერთო ენა. გაქვთ საერთო ენა. როგორც კი მასწავლებელი ასაკიანია თუ არა აქვს მნიშვნელობა. საერთო ენას იპოვი. მე მყავდა 60 წლამდე მასწავლებელი, რომელთანაც დღემდე მაქვს იდეალური დამოკიდებულება და ოფიციალურად როგორც დედაჩემი მეჩხუბებოდა, ისე მეჩხუბა 1-2 თვის წინ რაღაცაზე, რანაირი ქცევები გაქვს და ესე მეუბნებოდა, ძალიან საბჭოთა კავშირს ვაკრიტიკებდი და მაგ პოსტზე მივწერდა. ხო, ნახე გვიდეო. ხო და მაგაზე მომწერა რომ მიუღებელია და ძალიან მეჩხუბა. ოღონდ კიდევ ერთხელ მისი ჩხუბი არ მიმიღია აგრესია. ჩხუბი ხა ნახე ამ ვიდეოს რო ნახავ. ხო არ ვიცი, მზად ვარ ალბათ. და აი ამ მომენტში თუ შენ რეალობას ვერ ეგუები და მოსწავლე რომ გეხუმრება, ან მე ვაძლევ ბავშვებს ჩემზე გაიხუმრონ. აი გაიხუმრე ჩემზე, ანუ ჩემს თანაკლასაზე არ გაიხუმრო. მაგას აი ესეთი რეაქცია მაქვს პირდაპირ კრიტიკული და შეშტები. ძალიან აგრესიული დამოკიდებულება მაქვს ოღონდ აკადემიური, არა შეურაცხყოფა, კანონიერების ფარგლებში ამბოდის ვახდევნებ იმ წამშივე, ადგება ფეხზე და როგორც კი ვინმე მიუღებელია დაცინვა, მოკლედ გაქვს. მიუღებელია დაცინვა სხვაზე. მე თუ გინდა დამცინე, იმიტომ რომ მე პროფესიულად ვარ მომართული, რომ დამცინებ, ჩემი რეაქციით ისწავლო. ანუ მე ვარ მასწავლებელი. აგრესორი არა ვარ. ანუ მე უნდა გასწავლო დაცინვის დროს რასაკეთებს კარგი ადამიანი და ნორმალური ადამიანი, მე უნდა გასწავლო ლანძღვის დროს რასაკეთებს ნორმალური ადამიანი, მე უნდა გასწავლო ჭამის დროს რასაკეთებს სხვასთან ნორმალური ადამიანი, მე უნდა გასწავლო უშუალო ურთიერთობა რა არის. 12 წელი უნდა გასწავლო ეს, ან 6 წელი უნდა გასწავლო ეს. მე უნდა გასწავლო ჩემი კოლეგა რომ შემოვა, რომ გავეხუმრე კლასთან ერთად თუ ესე ვუთხარი ხელით. ანუ გულწრფელი ვარ, არა არის გულწრფელობა თუ მე უნდა გასწავლო რომ შენ ხარ დიდი. ანუ დიდობის განცდა უნდა ჩამოგიყალიბო და ეგ უნდა გასწავლო. ანუ ეს უნდა გასწავლო ისტორიასთან ერთად. ან საერთოდ არ გასწავლო ისტორიის ერთი თვე და მარტო ეს გასწავლო. ამას დავუთმოთ თავისი დრო. ბევრად უფრო მომგებიანი იქნება და მე იმ ისტორიას ისწავლის მაგალითად ერთ კვირაში. აუხსნი მე შემიძლია აუხსნა ერთ კვირაში ყველაფერი 20-ვე პარაგრაფი პირობითად ვამბობ, მაგრამ ხო, არა, მესმის შენ იძახი რომ სოციალურ ემოციური კომპეტენციების განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფუნქცია რეალურად ჩვენ მასწავლებელს ვატყუებთ. ახალგაზრდებსაც და ძველგაზრდებსაც. შენ მასწავლებელს ეუბნები რომ წადი და საგანი ასწავლე ჩემი დირექტორის თქმის არხელს. შედი რა ასწავლე, გადაშალ წინდ. შეცდომაა ეს, ანუ შენ საგანი არ უნდა ასწავლო, საგანი უნდა იყოს ბერკეტი. რომლითაც საგნის გარდა ყველაზე ბოლოს ასწავლის საგანს და საგნამდე რამდენი საშუალებით ხო, იმიტომ რომ კლასის მართვა რატომ ვერ ხერხდება? იმიტომ რომ კლასში როგორც კი საგნიდან განსხვავებული რამე ხდება, ჩვენ ეს მიგვაჩნია დისციპლინის დარღვევად. აბა არაფორმალური განათლების შეხედეთ, კლასიდან თემისგან განსხვავებული რაღაცა ხდება, მოსწავლე კრიტიკული აზრის დონეზე მიდის, რომ იმან კითხვა, დასვა არა თემატური, თუნდაც ფილიპეზე რომ იყავი, ალექსანდრეზე კითხა. რომზე რომ იყავი, საქართველოზე კითხა და უცბად ეუბნები არ არის ეგ ჩემი თემა და ისევ გეკითხება და მე რაღაც უბედურ სიტყვებს ეუბნები და ხო, ანუ ეს უნივერსიტეტშიც შემხოდრია მსგავსი რაღაც და სკოლაში, ანუ რეალურად ჩვენ პატივს არ ვცემთ აი ამას არ ვცემთ, ადამიანურ ურთიერთობას არ ვცემთ და სკოლა არის ყველაზე ცოცხალი ამ მიმართულებით, რომ ეს უნდა სკოლაში სწავლობს ბავშვი როგორ უნდა იცხოვროს მერე მომავალში. სკოლაში სწავლობს ბავშვი და აი ეგ არ გვაქვს გააზრებული. როგორც კი ამას გაიაზრებ, ხო მაგ შენთან. მოგვარდება ყველაფერი მერე. დაუშვათ და შალვა არის სკოლის დირექტორი. რომელიც დაიბლოკა პოლიტიკური ნიშნით. უკვე? კი.
მომავალში შალვა არის დაუშვათ სკოლის დირექტორი. ან შალვა არის ასაკოვანი მასწავლებელი. როგორ მოექცევა და როგორი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს ახალგაზრდა კოლეგების მხარდასაჭერად? ჩემი მთავარი პრინციპი არის დელეგირება, რაც ძალიან მომწონს პასუხისმგებლობის განაწილება სხვაზე. ამას ვაკეთებ კლასში. მე მყავს თითქმის მთელი კლასი დასაქმებული არაოფიციალურად პრეზიდენტობის თანამდებობაზე, ვიცე-პრეზიდენტობა, მოსწავლის უფლებათა დამცველი, მასწავლებლის უფლებათა დამცველი. ან მასწავლებლის უფლებათა დამცველი ქვია. ეს ხო ფასადური სახელია, მაგრამ მერვე კლასელისთვის ეს რაღაცას ნიშნავს. ანუ ეუბნება რომ მასწავლებელსაც აქვს უფლებები. ხო. ანუ დელეგირება არის ჩემთვის პრიორიტეტული და ყველა სისტემაში ეს მუშაობს. მაგრამ ლიდერობის დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს. არსებობს ერთი პოზიცია, რომელსაც განაწილებული ლიდერობაც ხო არსებობს. ხო, ეგეც. და შესაბამისად, მაგ კონტექსტში ვფიქრობ, რომ დირექტორი თუ გავხდებოდი, ვიქნებოდი მასეთი. მეორე არის ჩემი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე გამჭვირვალობა. ყველაფრის სადამდე შესაძლებელია. ნომერ პირველი ჩემთვის არის, რომ ადამიანს უთხრა რაში რატო ხარჯავ ფულს. მე იშვიათად მინახავს დირექტორი, რომ ამას აკეთებს. თუ ასეთი დირექტორი არ ხარ, შენ სკოლას თანამედროვე სამყაროს წესებით ვერ გამართავ. ეს სამი პრინციპი, რაც ახლა ჩამოთვალე, ახალგაზრდა პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან, იმიტომ რომ ჩემთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში დაბადებული ადამიანისთვის გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტყუილზე დაგებული ურთიერთობები ტყუილს გამოიწვევს და მორჩა ტყუილით მივდივართ მე ყველა ფრამდე. ამიტომ ეს გულწრფელობის ხარისხი თუ დაკარგა დირექტორმა, ის დაკარგავს ყველანაირ კოლეგას, კოლეგიალურ ურთიერთობას, ხარდაჭერულ გარემოს და ყველაფერს. არაფორმალური აქტივობები საჯარო სკოლებში არ არსებობს. მესმის რომ სკოლას ფული არ აქვს, მაგრამ არაფორმალური აქტივობის დაგეგმას ძალიან მცირე რაღაც ხარჯები უნდა, რაც შეიძლება გააკეთო. გააკეთებდი ამას. რა თქმა უნდა, მე მქონდა საკმაოდ კარგი გეგმა. მე არ ვიცი საქართველოს კონტექსტს ეს როგორ მოერგებოდა, მაგრამ თუ ამას ვერ გავაკეთებდი, ალბათ არც ვიქნებოდი იმ მომენტამდე, როგორც კი ამას მიხვდებოდი, რომ ვერ ვაკეთებ, ალბათ დირექტორის პოზიციიდან ანუ ადამიანებმა არ შეიძლება ერთი და იგივე თანამდებობაზე 20 წელი გაატარონ. და ახლა 10 დირექტორი პირდაპირ სახელი და გვარი ჩემზე დაგისახავთ 22 წელი რო არის. და ფრაზეოლოგიზმები, გაულღობელი, ყინული. ვერ დაძრავ ადგილი და ესეთი მასწავლებლების, ესეთ შერქმეული სახელები რომ აქვს. ასე ეძახიან? ასეთი სახელები აქვს. გაულღობელი, ყინული, იმიტომ რომ 22 წელია დირექტორია? ერთ-ერთ სკოლაში სადაც ვიყავი მაგალითად. ანუ იმის მერის ცოლი და ასე შემდეგ რა აღარ განვაქვს უბრალოდ. ნუ მერები იცვლებიან და ალბათ ცოლებიც იცვლებიან. საბოლოო ჯამში იმის ნათეს ეს არის დირექტორობის პოზიცია დღეს და მე მინდოდა და იმ ახალგაზრდა მასწავლებელს ხო შორის დაამტკიცა რომ იცით როგორი გაულღობელი ყინული გააღვო ისე იმ მასწავლებელმა დირექტორმა ამ შემთხვევაში იქ რომ მოხვედრილიყო აი რაღაც კლანური მართვა-გამგებლობა ჩვეულებრივი და ასეთი კლანური მართვა-გამგებლობის არა ძალიან ბევრი სკოლა გვაქვს ჩვენ საქართველოში სადაც დირექტორი ვერ გახდები პატიოსნად ობიექტურად ხა კიდე თალკე უზარმაზარი პრობლემა მაგრამ რომ ეს სისტემა შენ თვითონ უნდა მოირგო და იყო განსხვავებული ამ ნაწილში და რაც ყველაზე მთავარია მოსწავლე უნდა იყოს მოვლენათა ეპიცენტრში და არა მასწავლებელი და დირექტორი და ასე შემდეგ. თანამედროვე განათლების თეორიებითაც დიალოგის კულტურა. მოსწავლე უნდა იყოს თვითმმართველობა ყველა სკოლაში და მე უნდა ვიყო მთავარი, რომელიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, განავითარებს და გამაკრიტიკებს. და არა მონოლოგის რეჟიმი. და არა მონოლოგის რეჟიმი. აუცილებლად ყველა სკოლაში ვფიქრობ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია, გამართული ინფრასტრუქტურა და ესენი უკვე და ამაზე. უშუალოდ შენ ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის რა შეეხება ახალგაზრდა მასწავლებლებს, მინიმუმ იქნება სკოლაში სისტემა, რომელიც პრემიას გამოკვეთს, ანუ პრემიის სისტემა, რომელსაც თვითონ მასწავლებლები გადაწყვეტენ, როგორ უნდა გაიცეს. რა რჩება სკოლის ბიუჯეტიდან? რამდენი შეიძლება იყოს პრემია წლის საუკეთესო მასწავლებელი მაგალითად ესეთ იქნებოდა
რომელიც ახალისების მიზნით იქნებოდა სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებისთვის. კრება კონფერენცია თვეში ერთხელ მშობლებთან, ყველა მშობელთან თვეში ერთხელ შეხვედრა კლასობრივად დაყოფა მაგალითად აუცილებლად დირექტორის დონეზე და დირექციის დონეზე, ის კი არა რომ დამრიგებელი შეხვდეს, დირექტორი შეხვდეს ყველა კლასის ყველა მშობელს გნებავს ონლაინ. თვეში ერთხელ იცოდეს რა ხდება სკოლაში. და წელიწადში ორჯერაც რო იყოს ფიქრობ საკმარისი იქნება. და რა დანარჩენი უკვე აი წესები, რომლებსაც აწესებენ ხოლმე იმის გამო, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ, აღარ იქნება საჭირო. მასწავლებლები თვითონ მიხვდებიან, რომ საქმე უნდა გააკეთონ. ყველა არას თვითონ დაწერენ მერე. ანუ როცა დირექტორი თავად არ ხარ პასუხისმგებლიანი და კანონთან მდგრადი, ასეთივე კოლექტივი ყავს, არ მიყვარს ეს სიტყვა, ასეთივე თანამშრომლები ყავს. გუნდი ყავს ამ შემთხვევაში და შესაბამისად როგორი გუნდიც ყავს, ზუსტად ისეთი დირექტორი ყავს. ავტორიზაციები რო დაიწყეს, ახლა ეგ რამეს შეცვლის, მაგალითად სკოლის შიდა ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმები არ ამოქმედება, ფურცელზე მხოლოდ კი ეგ არის ზუსტად, ან ჩვენ ფურცელზე ყველაფერი კარგად გვაქვს რეალურად, მაგრამ პრაქტიკაში არასდროს არაფერი არ სრულდებოდა. განსაკუთრებით განათლების სფეროში, იმიტომ რომ განათლება სჭირდება რა იცით, განათლება სჭირდება აღზრდა შენთან ერთად. ანუ განათლება არ არის მკვდარი, კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს არის ცოცხალი. როგორც კი განათლებას მოკლავ, ყველაფერი მოკვდება საბოლოო ჯამში და შესაბამისად შედეგი დგება ის, რომ ჩვენ მკვდარ ადამიანს, უხეშად რო ვთქვათ, ვეუბნებით, რომ განვითარდი და როგორ უნდა განვითარდე? მკვდარი სკოლა რო გაქვს, მკვდარი სივრცე რო გაქვს, მკვდარი მასწავლებლები რო ყავს და ბავშვებსაც რომ კლავ მერე. ძალიან ძიმეა სინამდვილეში ის თემები, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ჩემი მიზანი იყო, რომ ამ ეთერში გვესაუბრა იმაზე, როგორი ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ახალგაზრდა მასწავლებლებს და რა უნდა გააკეთოს სკოლამ, რა უნდა შეცვალოს სკოლამ, მათ შორის გამოცდილმა მასწავლებელმა, დირექტორმა იმისთვის, რომ ახალგაზრდები მოვიზიდოთ. იმიტომ რომ აღიარებული პრობლემა გვაქვს, რომ მასწავლებელთა კორპუსი არის ასაკოვანი საკმაოდ, ბევრ ქვეყანაში 40 წელს ზემოთ პედაგოგს სკოლაში თუ ვერ ნახავთ, საქართველოში საშუალო ასაკი 49 წელია და მთელ რიგ შემთხვევებში ეს არის საუკეთესო მოცემულობა. რამდენიმე ათასეული პედაგოგი ყავს 70 წელს გადაცილებული. ცხადია, არც მე და არც ჩემი ეპიზოდის სტუმარი არ ვაკნინებთ მათ შრომას და გამოცდილებას, უბრალოდ ჩვენ ღიად გულწრფელად საუბრობთ იმ გამოწვევებზე, რაც სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობას ახლავს და ის ყველაფერი, რაზეც დღეს აქ შალვა მისაუბრა, არის ძალიან ძიმე, ნამდვილად იმსახურებს ყურადღების მიქცევას, დათმობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში, როდესაც ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, გარკვეული საკითხები არაკუს ნაბიჯით, არა ისე როგორც დღეს მიმდინარეობს წინსვლა, ან მთელ რიგ შემთხვევებში დიდი ნაბიჯებით უკუსვლა მთელ რიგ შემთხვევებში დაძლეული იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ, ხომ არ არის რაიმე, რასაც დაამატებდი და შემდეგ დავამშვიდობთ. ალბათ არაფერი ისეთი, რაც კიდევ უფრო სიღრმეებში ჩაგვიყვანს. უბრალოდ ვეტყოდი ყველას იმას, რომ თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ თანამედროვე სკოლა, დემოკრატიული თანამედროვე სკოლა, უნდა ყავდეს მასწავლებელი, რომელსაც არ ეშინია სიახლის, გულწრფელობის და სხვისი პატივისცემის გამოხატვის. და არაკნინებს ეს მას, ხა? პატივისცემის გამოხატვის და არა პატივისცემას უნდა გამოხატავდე. მე არ უნდა გეუბნებოდე რომ პატივისცემის გამოხატვა ბავშვები მიყვარს. ყველა მასწავლებელს რო გითხო, ბავშვები გიყვარს საჯაროდ? კი, მიყვარს. პატივისცემას უნდა გამოხატავდე და ეს უნდა მტკიცდებოდეს. პირველ რიგში ბავშვების მიმართ. ბავშვი ამას უნდა გრძნობდეს. და შესაბამისად აი ეს განათლების სისტემის გრძელვადიანი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს იმ ახალგაზრდა კადრებში, რომლებიც შემოდიან და არ იწვიან, ანუ ამ ენერგიას სჭირდება მოვლა. რომელიც, რა თქმა უნდა, თუ ერთხელ დაიწვა, იმას ახალ ენერგიას ვერ მისცემ. და ისეთივე მასწავლებელი გახდება, როგორც ჩვენ ყავს მკვდარ მასწავლებლად, რასაც ვეძახით. ამიტომ სანამ ესეთი გახდება, აი უნდა მოასწრო და
ახალი ენერგია მისცე და ამას აძლევს სისტემური გარდაქმნა, მშობლების ურთიერთობა და წახალისება, პრემიების ინსტიტუციის გაძლიერება, ფინანსური სარგებელი და მოტივაციის მიცემა და რაც ყველაზე მთავარია, ჯანსაღი პროფესიული გარემო, რომელიც უნდა დაგხვდეს აუცილებლად სკოლაში. სხვაგვარად მე არ წარმოვიდგენია თანამედროვე სკოლა, მაშინ სხვა სკოლაზე ვსაუბრობთ მაშინ. მადლობა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ასეთი პოდკასტების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და გისურვებთ რომ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავხდეთ. ძალიან დიდი მადლობა ჩემი გადაცემის სტუმარს, მადლობა მაყურებელს, რომელმაც ამდენ ხანს გვისმენა. იმედი მაქვს რომ გამოიწერთ არხს და დაელოდებით მომდევნო ეპიზოდებს ნახვამდის.